მოგიყვებით თუ რა ქონებას ინახავდა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკებში. ბიძინა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკ კრედიტ სუის 2004 წელს მიაკითხა. 2005 წლის მარტში კი სინგაპურში ტრასტი კომპანია მანდალაი ტრასტი დააფუძნა, რომლის რწმუნებული კრედიტ სუის ტრასტ ლიმიტედი იყო. ტრასტი ეს არის კომპანია, რომელსაც საკუთრება მართვის მიზნით გადაეცემა. მართვის შედეგად მიღებულ შემოსავალს კი საკუთრების მფლობელები ინაწილებენ. ხოლო რწმუნებული ფლობს და მართავს ტრასტში არსებულ აქტივებს ბენეფიციარების სახელით. ბიძინა ივანიშვილისა და კრედიტ სუისის შემთხვევაში 2005 წელს შვეიცარიულ ბანკს გადაეცა მართვაში მანდალაი ტრასტი, რომელშიც ივანიშვილმა მისი ოფშორული კომპანიების სუზეირ ლიმიტედისა და მიდოუსვით ასეთ ლიმიტედის აქტივები ჯამში 1 მილიარდ 100 მილიონი დოლარი განათავსა. მოგვიანებით ამავე ტრასტის სტრუქტურაში ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთი ოფშორული კომპანია ლინდენ მენეჯმენტი შეიტანა, რომლითაც 2006-8 წლებში 573 მილიონი დოლარის ღირებულების 245 ხელოვნების ნიმუში შეიძინა. ივანიშვილის 2024 წლის დეკლარაციის მიხედვით ამ სამივე ოფშორული კომპანიის მესაკუთრე მისი ცოლი ეკატერინა ხვედელიძეა. სწორედ ხვედელიძეა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მფლობელი, ვინაიდან მიდოუსვითმა დააფუძნა კაიმანის კუნძულებზე GCF-LP, რომელიც თანაინვესტირების ფონდის მესაკუთრე GCF ლუქსემბურგის 100%-ის მფლობელია. ამჟამად ამ ფონდის საკუთრებაშია Greenhouse ჰოლდინგი, იგივე პლანტა, Axis Towers ჰოლდინგი, გალერეა თბილისი და რამდენიმე ენერგოკომპანია, რომლებითაც ივანიშვილი 2015 წელს ცხენისწყლის ჰესების კასკადის მშენებლობას აპირებდა. ეს ის აქტივებია, რომლებსაც ივანიშვილი ჯერ კიდევ ოფშორების საშუალებით ინარჩუნებს საქართველოში. ეკატერინა ხვედელიძემ 2025 წლის იანვარში უკვე დააფუძნა საქართველოში GCF საქართველო, თუმცა ჯერ არ გადმოუტანია მასზე ოფშორული აქტივები. 2014 წლის 1 ივლისიდან კრედიტ სუისი კიდევ ერთი ტრასტ კომპანიის Greenwald ტრასტის რწმუნებული გახდა, რომელსაც ივანიშვილმა მისი ოფშორული კომპანიის Sandkey Investments Limited-ის აქტივები მიაპარა. 2015 წელს ივანიშვილმა 210 მილიონი დოლარზე მეტი გადაიტანა კრედიტ სუისში, Sandkey-ის ანგარიშზე. თავის მხრივ Sandkey ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საინვესტიციო ფონდს Lullaby Investments Limited-ს აფინანსებდა. კრედიტ სუისში ბიძინა ივანიშვილს ასევე გახსნილი ჰქონდა მისი პირადი ანგარიშები და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული კომპანიის Welmin Stone-ის ანგარიში, რომლითაც ის მის რუსულ ბიზნესებს ფლობდა და მართავდა 2005-8 წლებში. ბიძინა ივანიშვილს კრედიტ სუისთან მრავალწლიანი სასამართლო დავა აქვს და მას ასობით მილიონ დოლარს ედავება. სასამართლოში ივანიშვილმა თქვა, რომ მისი აქტივების მართვაზე სრული პასუხისმგებლობა ბანკს და მის ტრასტებს ეკისრებოდა. გამონაკლისი იყო მხოლოდ ივანიშვილის რუსული აქტივები, თანაინვესტირების ფონდი და ხელოვნების ნიმუშები, რომლებსაც უშუალოდ ქართველი ოლიგარქი განკარგავდა.